მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოგესალმებით, ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და მოვით დღეს ნახოთ 2026 წლის ტაროს პროგნოზი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის. შეგახსენებთ, რომ როდესაც უსმენთ ტაროს პროგნოზს, ზოდიაქოს ნიშნებისთვის და არა მხოლოდ თუნდაც სუფთა ასტროლოგიურ პროგნოზს, მნიშვნელოვანია რომ მოусმინოთ არა მხოლოდ თქვენ ზოდიაქოს, მზით არამედ ნახეთ მთვარის მდებარეობითაც დაბადების მომენტში და რა თქმა უნდა მოусმინეთ ასცენდენტსაც. ამ სამის ერთობლიობა მოგცემთ სრულ ინფორმაციას იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც იშლება თქვენთვის 2026 წელს. და მას ნახოთ ძვირფასო ქალწულებო, რა სიახლეები შემოდის თქვენთვის 2026 წელს. რა წესრიგების ამბავი არის აქ ქალწულებო, რა წესრიგების ამბავი გვაქვს? ნახეთ ახლა რა ხდება თქვენთან 2026 წლის პროგნოზი. პირველი და რაც არის ძალიან ბევრი მოძრაობა, ძალიან დიდი აქტიურობა, მოგზაურობა, გადაადგილება, მოულოდნელი ცვლილებები. აი ესეთი წელი არის თქვენთან. სრულიად მოულოდნელად შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ არა მხოლოდ მაგალითად სამსახური შეიცვალოთ, არამედ შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. გადახვიდეთ სადღაც საცხოვრებლად. მაგრამ აი უფრო მეტად სამსახური არსებული სიტუაციის დალაგებისკენ ხართ უფრო ამ წელს მიდრეკილი, ხო? ეს შეიძლება იყოს როგორც ვთქვი, არა მხოლოდ სამსახურის ცვლილება, არამედ თქვენ შეიძლება საერთოდ პროფესიაც კი შეიცვალოთ. და შეიცვალოთ ასევე თქვენი სტატუსი, როგორც სამსახურებრივად, ასევე პირად ურთიერთობებში. ზოგადად წელი არის ისეთ როგორი წელი არის პრიორიტეტების განსაზღვრის წელი, წესრიგის დამყარების წელი, რაღაცნაირი წონასწორობის, ბალანსის აღდგენის წელი არის თქვენთვის. და ამ ბალანსის მიღწევა გსურთ პირად ურთიერთობებში, სამსახურშიც, ყველგან მეგობრებთან ურთიერთობებში, ოჯახთან, ნათესავებთან. აი ადგა გაიღვიძა მერწყულმა 2026 წელს და გადაწყვიტა. ყველგან ყველაფერში უნდა იყოს წესრიგი, არ უნდა იყოს ეს რაღაც აყალმაყალი, აურზაური და უნდა იყოს სტაბილურობა, უნდა იყოს ბალანსი და უნდა იყოს ზომიერება. აი ესეთი წელი გაქვთ. ალაგებთ აბსოლუტურად ყველაფერს. ეს ძალიან კარგია, ხო? ძალიან კარგია, იმიტომ რომ ყველაფრის მოწესრიგება ხდება. როგორც ჩანს, ნუ რაღაცეები არეული ქონდათ და ახლა გაბრაზდით და გადაწყვიტეთ, რომ ყველაფერი დაალაგოთ, ხო? რაღაცეებზე გულნათკენი ხართ და გაბრაზებული ხართ და გინდათ რომ მოაწესრიგოთ ახლა ეს ყველაფერი და რაღაცა ესეთ კალაპოტში მოაქციოთ, სწორ კალაპოტში მოაქციოთ, იმიტომ რომ სამსახურსაც მიაქცევთ ყურადღებას, ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევთ აქ თქვენ სტატუსს. როგორც რა სტატუსი გაქვთ? აუცილებლად დაიწყეთ ამაზე ყურადღების მიქცევა. თქვენ სტატუსს მიაქცევთ ასევე პირად ურთიერთობებში. ანუ ორივე მნიშვნელოვანი არის თქვენთვის. რა სტატუსი მაქვს მე ამ სამსახურში, თუნდაც წლებია აქ ვარ, ხო? ბოლოს და ბოლოს ვინ ვარ, რა ვარ აქ, ხო? და ასევე პირად ურთიერთობებში. გნებავთ ქორწინებაში იყოთ, გნებავთ უბრალოდ ურთიერთობაში იყოთ თქვენს პარტნიორთან, უკვე გაჩნდა აქ კითხვა, ვინ ვარ მე ამ ადამიანისთვის და ეს ადამიანი ვინ არის ჩემთვის, რა სტატუსით ვართ ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობაში. ასე რომ სად არის თქვენი ადგილი, ასევე სად არის თქვენი პარტნიორის ადგილი, აი ამის დალაგებას იწყებთ. დიდი ხანია ხართ ურთიერთობაში, არ მიდიხართ ხო რაღაცა ლოგიკურ დასასრულამდე, ხო? ნუ შეიძლება იყოს ქორწინება, ხო? ნუ აი წელს იქნება მაშინ ეს ქორწინება, ხო? აგვიანებდა და აუთ შეიძლება თქვენ უბიძგოთ, მაგრამ ნუ მივიდეს იქამდე, რომ ქორწინება მართლაც შედგეს. თუ დასაშორებელია წყვილი, აქ უკვე მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ნუ всё, უნდა დაშორდეს წყვილი. და კიდევ იცვლება თქვენი მიზნები აქ, დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. და აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას უფრო მეტად დაინახეთ თქვენი თავი, უფრო მეტად შეგეცადოთ თქვა, არ მინდა თქვა, მაგრამ უფრო მეტად აფასებთ აქ უკვე საკუთარ თავს და თხოვთ სხვებსაც უკვე.
რომ დამაფასე ისე როგორც ვარ, ხო, აქ თქვენ ზედმეტს არაფერს არ ითხოვთ. რაც მეკუთვნის, როგორ მოქცევასაც ვიმსახურებ, როგორ დამოკიდებულებასაც ვიმსახურებ, მომეცეს დამოკიდებულება და თქვენ ამ დამოკიდებულებას ღებულობთ. და ისევ ეს ძალიან კარგია. მოდით ცოტა მეტად ვნახოთ პირადში რა ხდება. ზოდიაქოს ნიშნება ფრთხილად მერწყულები ალაგებენ. ვინც იცნობს მერწყულებს, მიხვდება რაც ნიშნავს, რომ მერწყულები დალაგებას და მოწესრიგებას იწყებენ. პირადს რაც შეეხება. აქ იცით როგორ არის, აი როგორ დალაგდება იცით ყველაფერი. ყველაფერი რაც არის ილუზორული. ურთიერთობები, იმედები ილუზორული, აბუცილებლად ყველაფერი ჩამოიშლება. აი არაფერს ცრუს, არაფერს უსამართლოს, არაფერს ილუზორულს, გამოგონილს ყავს, არაფერს არ ტოვებთ საერთოდ. აი სრულიად დაუნდობელი ბრძოლა გაქვთ გამოცხადებული. არაფერი რაც აი ოდნავ საფუძველ მოკლებული არის, მერყევია, ხო? არანაირი ტყუილები, მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელი ურთიერთობები და როგორ ხართ იცით, აი პარტნიორსაც უთითებთ და თქვენ თავსაც, ხო? აი სიმართლის სუფთა გულით ურთიერთობის დრო მოვიდა თქვენთვის. და აქ თქვენი ენერგია, ხო, თქვენი დამოკიდებულება, ესეთი დამოკიდებულება ძალიან დიდ როლს ითამაშებს თქვენს პარტნიორის ხედვაზე ურთიერთობების მიმართ. აქ საუბარი არის მარტო პირად პარტნიორებზე არა. აი საქმიან ურთიერთობისაც თქვათ რაღაცა პარტნიორული ბიზნესი გაქვთ რაღაცა, ხო, ერთობლივი. აქ იმდენად დაანახებთ თქვენ თავს, თქვენს პარტნიორებს, რომ იმის უფლებაც კიდე იქნება, რომ მიუთითოთ, რომ აი ესე უნდა წავიდეს საქმე, აი ესე უნდა კეთდებოდეს, აი ესეთ ურთიერთობაში უნდა ვიყოთ, აი ესე უნდა ავაწყოთ ყველაფერი. და გემორჩილებიან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ძალიან კარგია. მოდით ვნახოთ ფინანსებთან რა ხდება, ფინანსურ მხარეს რა ხდება ფინანსებში. ფინანსებს რაც შეეხება აქ შემცირებაზე და გაზრდაზე საუბარი არ არის. რომ აი თქვათ შემცირდება ფინანსების შემოსვლა ან გაიზრდება. აქ მთავარი არის თქვენთვის ახლა ის, რომ როგორ ანაწილებთ შემოსავალს. აქაც იწყებთ ყველაფრის მოწესრიგებას. როგორ განაწილდება? რას მოახმართ იმ თანხას, რაც თქვენთან შემოვა? თითქოს ახლებურად სწავლობთ ფულთან ურთიერთობას. ახლებურად დაინახეთ ფულის სარგებელი. აქ შეიძლება ძალიან სწორი ინვესტიციები იყოს გაკეთებული. აი ძალიან სწორი ინვესტიციებს გააკეთებთ, იმიტომ რომ აი რაღაცა ესე არის ენერგია მომართული, ხო? ფულზე ამუშავებთ. ძალიან გონივრულად. შემოსავალი გასავალი არა, ხო? აი ამას იმდენად არ უყურებთ, იმიტომ რომ იცით რა არის, აი მოულოდნელი შემოსვლები, დიდი თანხები და თან წლის განმავლობაში არაერთხელ, ხო, შეიძლება რამდენჯერმე მოხდეს, 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ დიდი შემოსავალი, მოულოდნელი, ეს არ არის ხილფასი, ხო? რაღაცა აი მოულოდნელი დიდი შემოსავლები წლის განმავლობაში იქნება, მაგრამ თქვენ არ აქცევთ ამას ყურადღებას, თქვენთვის არ არის ეს პრიორიტეტი, თქვენთვის არის პრიორიტეტი, აქაც დაალაგოთ ყველაფერი და ფულს დააწყებინოთ, აი უნდა ამუშაოთ რაღაცნაირად, არ ვიცი, აი რაღაცა ინვესტიციების მიმართულებით რო წახვიდეთ თუ არის შესაძლებელი, ხო, რომ გაბევრდეს ფული, აი ყველაფერს ამუშავებთ. შეიძლება ვიღაცებმა თქვათ, აი დაკეტილი ქონდათ კაი ხნის განმავლობაში ბინა ფიქრობთ გააქირავოთ თუ არა და ეხა ბოლო გააქირავთ, ხო? ანუ მაინც უძრავი ქონება, დაკეტილია, არაფერი, ხო, თავის ცოტა მაინც აქვს დაკეტილსაც, მაგრამ ნუ გააქირავთ შემოსავალი გექნება, შეიძლება ძალიან სწორი ინვესტიციებიც გააკეთოთ მართლაც, ხო? ძალიან სწორი წელიწადი გაქვთ. და აი ყველაფრის დალაგების და თან იცით რა არის კიდე საინტერესო აქ, რომ რასაც უყურებთ, ძალიან რაციონალურად უდგებით ცხოვრებას ამ წელს.
თავარი არის ის, რომ ცდილობთ ყველაფერი დააბალანსოთ. ყველაფერი მოიყვანოთ წესრიგში და იყოს ზომიერება და დაბალანსებული იყოს აბსოლუტურად ყველაფერი. ბევრჯერ გავიმეორე ეს, მაგრამ იცით რატო არის ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზომიერება და ბალანსი სამყაროს ერთ-ერთი მთავარი კანონია და როდესაც ადამიანის ცხოვრებაში არის ზომიერება, აი ნახეთ ახლა მერწყულებთან როგორი სიტუაცია არის. რამდენჯერმე წლის განმავლობაში მოულოდნელად შემოდის დიდი თანხა, აი არც რეაგირებ. თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო, ეს ძალიან სწორი დამოკიდებულება. და კი არ უხარიათ რომ აი ზედმეტი შემომივიდა, მოდი ახლა მე დავხარჯავ, ანუ აი მე საიდან ეს ფული? არა, მაშინვე იწყებენ როგორ ვამუშაო ეს ფული საჩემოთ, რომ თქვათ დღევანდელი 100 ლარი გახდეს ხვალ 1000, ხო? ანუ ძალიან რაციონალურად უყურებთ ამ ყველაფერს და ამავდროულად ყველაფრის დაბალანსებას ცდილობთ. ანუ სამყაროს უმთავრეს კანონს თითქოს აი რაღაცნაირად მოერგეთ, ხო, აი ჩაებით ამ ფერხულში და ვინც აი ამ ტალღაზე დაჯდება, მას უკვე ცხოვრება ულაგდება ძალიან კარგად, პირადშიც, ფინანსებშიც, ყველანაირად უკვე ცხოვრება გადასარევად ლაგდება. მოკლედ, საერთოდ წელს ბევრ რამეს გადააფასებთ, თქვენ როგორც ხედავ აქ, მოაწესრიგებთ და ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელი იქნება. და დამირწმუნეთ, რომ აი ესეთი ენერგიები, ესეთი ცვლილება, ესეთი მიდგომა საკუთარი ცხოვრების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ ძალიან კარგ ბენეფიტებს, ძალიან კარგ შედეგებს მოგცემთ და თქვენს ცხოვრებას ბევრად გააუმჯობესებს და გაალამაზებს. რომ შეუძლებელია, როდესაც ადამიანი მოდის ბალანსში და როდესაც მას აი ესეც არ აგიჟებს, ხო, თუნდაც აი ეს ბოლოდნელი შემოსავლები, რაც არ გიჩვენთ, თუნდაც ის, რომ იგივე პირადში პარტნიორთან ახერხებთ, რომ თქვენ იყოთ მართველი, იქაც დაალაგოთ, თქვენ უკარნახოთ რა როგორ უნდა იყოს და გიჯერებენ, რაც თავარია, ხო? ეს თქვენ თავში არ გივარდებათ და მაშინვე გადაერთვებით აი ამ სიტუაციას, აი ამ რაღაც მოულოდნელ სიხარულებს და სიურპრიზებს, სასიკეთო სიურპრიზებს, მაშინვე ცდილობთ, რომ რაღაცნაირად ისეთ მდგომარეობაში მოიყვანოთ, რომ გამრავლდეს და კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი და კიდევ უფრო მეტი შემოსავალი და რაღაცა ბენეფიტები მოგიტანოთ. ეს ძალიან მაგარი რამეა, ნამდვილად. ყოჩახ მერწყულებო, მშვენიერი პროგნოზი გაქვთ. მეულევ ბედნიერებას, სიმშვიდეს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.